მადლობა, რომ სტუმარი ხართ. პირველი მაისიდან იწყება ავიაционი მოსვლა ოკუპირებულ აფხაზეთს და რუსეთს შორის. მე მინდა გითხრათ, საქართველოს რა კონტრმექანიზმი აქვს იკაოსთვის რამდენად შედეგიან შეიძლება იყოს, არ შეიძლება ვერაფერ და როგორ აფასებთ ამ პროცესს. ჩვენ ბევრჯერ უპირველეს ყოვლისა მე მინდა მოგესალმოთ, დიდი მადლობა გითხრათ მოწვევისთვის. გასული აღდგომის დღესასწაულები მინდა დაგვიანებით მოგილოცოთ და ყოველივე საუკეთესო გისურვოთ. ჩვენ ბევრჯერ გვისაუბრია აქ თქვენთან იმის თაობაზე, რომ რუსეთი, რომელსაც ოკუპირებული აქვს აფხაზეთი, უკვე დიდი ხანია მიზანმიმართულად ახორციელებს აფხაზეთის ანექსიის პოლიტიკას და სწორედ აი ამ პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი გახლავთ აეროპორტის ჯერ აღდგენა 23 წელს იყო 16 ივნის შეთანხმება აი ამ აეროპორტის აღდგენის შესახებ და მე 26 ივლისს უკვე იყო რატიფიცირებული 27 ოქტომბერს რაღაც სახელდახელოდ შექმნეს კომპანია იქ სამთავრობო წრეებში ინფრასტრუქტურული გაერთიანება ქვია და აი შედარებით მოკლე დროში მოახერხეს აეროპორტის აღდგენა. ჩვენ არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ, როცა ამ აეროპორტზე ვსაუბრობთ, რომ ეს არის არა მარტო სამოქალაქო აეროპორტი, არა მარტო სამოქალაქო აეროპორტი, პირდაპირ იმ შეთანხმებაში წერია ეს რა ვიცი ვარაუდები არ არის, არამედ არის იმავდროულად სამხედრო ბაზირების. იქ ასე წერია პირდაპირ ორმაგი ბაზირების, სამოქალაქო ავიაცია და სამხედრო ავიაცია. მე პირადად დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო იქნება სამხედრო დანიშნულების ვიდრე სამოქალაქო. აეროპორტი უკვე ფაქტობრივად ამუშავებულია 7 თებერვალს ჩვენ ყველას გვახსოვს ის საპილოტე ფრენა მოსკოვიდან სოხუმში, რომელიც უფრო იყო წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი გუმბას სასარგებლოდ და შემდეგ უკვე გაკეთდა განცხადებები ძალიან მაღალ დონეზე, რომ 3 მაისს დაიწყება უკვე რეგულარული ფრენები მოსკოვიდან, თუ არ ვცდები 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან და მე კიდევ გეგმაში არის სხვა ქალაქებიდან ფრენების განხორციელება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს არის სრული უკანონობა საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით. საჰაერო სამართლის საერთაშორისო საჰაერო სამართლის საფუძველთა საფუძველი გახლავთ ჩიკაგოს კონვენცია, რომელიც ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის წლებში 44 წელს დაიდო, გაფორმდა, მაგრამ 47 წელს ამოქმედდა, ის დღემდე მოქმედებს ცალკეული დამატებებით. ეს არის უზარმაზარი დოკუმენტი, ძალიან დიდი დოკუმენტია თავისი დანართებით და ფაქტობრივად აი როცა კითხულობ ამ დოკუმენტს, მე არა ვარ იურისტი და ამის სპეციალისტი, მაგრამ თანამდებობა და შექმნილი ვითარება მაიძულებს ასეთ დოკუმენტებს გავეცნო. ყოველი პუნქტი ეწინააღმდეგება აი ამ ფრენების აღდგენას რუსეთის ფედერაციის მიერ. არადა რუსეთი მონაწილეა ამ შეთანხმების, ასე რომ ის ვალდებულია დაიცვას. საერთაშორისო სამოქალაქო ავიაციის აი ეს მართველი იკაო არის თქვენ კარგად მოგეხსენებათ, რომელიც ხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, წინააღმდეგი ამ ფრენების განახლების ჩვენი სამოქალაქო ავიაციის აგენტოს აქვს ძალიან მჭიდრო კავშირები იკაოსთან,
ძალიან მჭიდრო კავშირები აქვს. იქიდანაც არის მხარდაჭერა. მაგრამ აი იცით ჩვენ ახაც ამაზე ადრე გქონდა საუბარი, როცა ეს საპილოტო ფრენები განხორციელდა. თქვენ გახსოვთ აი ეს დოკუმენტაცია, რომელიც იყო წარმოდგენილი იქ, როგორ რა ეწერა იქ, რომ ესე იგი სოხუმი, საქართველოს ბაბუშერა, საქართველოს სოხუმი, წარმოიდგინეთ ახლა აი სწორედ ეს ამ იკაოს შიშით და იმ დამატებითი სანქციების შიშით იყო გაკეთებული. მე არ ვიცი ახლა ეს რამდენად უშველის დამატებითი, რამდენად იხსნის დამატებითი სანქციებისაგან, მაგრამ აი რუსეთმა ძალიან კარგად იცის, რომ ის არ ღვევს საერთაშორისო სამართალს და ამიტომ ჩაწერეს იმ დოკუმენტაციაში, რომ სოხუმი ბაბუშერა, ეს სოხუმი და არა სოხუმ, როგორც ისინი წერენ და მე ეს არის საქართველო. აი პირდაპირ ჩვენ აქ წარმოვადგინეთ ეს დოკუმენტები და ეს საიდუმლოს არ წარმოადგენს, ეს თავისუფლად შეიძლება მაგის მოძიება სოციალურ ქსელებში. ასე რომ რუსეთმა კარგად იცის, რომ ის არ ღვევს ამ საერთაშორისო სამართალს, მაგრამ ახლა რუსეთისთვის ეს პირველი და უკანასკნელი შემთხვევა არ არის სამწუხაროდ და საუბედუროდ და ის თავის ამ უკანონობას აგრძელებს. აი კიდევ რა ბერკეტი შეიძლება არსებობდეს გარდა იმისა, რომ ჩვენი ხელისუფლება, სამოქალაქო ავიაციის სააგენტო საქართველოსი იკაოს დახმარებით მოქმედებენ. კიდევ ერთი ბერკეტი ეს შეიძლება იყოს ჟენევის ფორმატი, როდესაც საპილოტო ფრენები განხორციელდა 7 თებერვალს, უკვე 10 თებერვალს ჩატარდა აი იმ ჟენევის 63 რაუნდი მზადდებოდა და აი ამ მოსამზადებელი ღონისძიებების ფარგლებში იყო ჩამოსული თანათავმჯდომარეები და მათთან დაისვა ეგ საკითხი. და მე 4-5 მარტს 63 რაუნდი რო ჩატარდა ჟენევაში, იქ ეს ერთ-ერთ საკითხად იყო წარმოდგენილი, მაგრამ სამწუხაროდ მას მაინც და მაინც ესეთი შედეგები, რეალური შედეგები მას არ მოჰყოლია. და კიდევ ერთი ბერკეტი, რომელიც ჯერ ამოქმედებული არ არის და სამწუხაროდ შესაბამისი განცხადებებიც, აი ესეთი ხმამაღალი განცხადებები არ არის გაკეთებული. აი რაც მე თქვენ მოგახსენეთ, რომ ეს არის არა მხოლოდ სამოქალაქო ავიაციისთვის განკუთვნილი, არამედ არის სამხედრო ბაზირების. კი, მაგრამ ისმის კითხვა რა ეს სამხედრო ავიაცია, რომელიც იქნება განლაგებული შავი ზღვის სანაპიროზე, ვის წინააღმდეგ არის მიმართული? მარტო საქართველოსი? რა თქმა უნდა არა. საქართველოს წინააღმდეგოდ ეს რაც არის გუდაუთაში ბომბორას აეროპორტი, ის სავსებით საკმარისია და ეს დამატებითი რისთვის არის საჭირო და ვისთვის არის და ვის წინააღმდეგ არის მიმართული? რა თქმა უნდა ნატოს წინააღმდეგ, ევროპის წინააღმდეგ, ამიტომ ჩვენ ველოდებით, რომ ნატო, ასევე ევროკავშირი ამას კარგად გაიაზრებენ და შესაბამის განცხადებებს გააკეთებენ და გარკვეულ ზეწოლას განახორციელებენ რუსეთის წინააღმდეგ იმისათვის, რომ შეწყდეს აი ამ აეროპორტის უკანონო ექსპლუატაცია. აი ძირითადი აი ეს ბერკეტები, რომელიც ჩვენ გაგვაჩნია, მაგრამ აი რამდენად ქმედითია ეს ბერკეტები, სამწუხაროდ ხედავთ, რომ ჯერჯერობით მაინც და მაინც ქმედითი არ არის და ეს გასაგებიც არის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ თავიდან ნათქვამს, რომ ამ აეროპორტის ათვისება, ამოქმედდა აეროპორტი, მაგრამ რა იქ აფხაზები მუშაობენ? სატყავთ მათ ამის სპეციალისტები, რა აფხაზები დაფრინავენ, აფხაზები მართავენ ამ აეროპორტს თუ როგორ? რა თქმა უნდა არა, შეიძლება იქ ბილეთის გამყიდველები იყვნენ აფხაზები და მორჩა ან იქ დაცვაში შემუშაობდნენ, მაგრამ ეს არის რუსული აეროპორტია, სუფთა რუსული აეროპორტი და ეს არის სწორედ აი ანექსიის შემადგენელი ნაწილი, რასაც აი ანექსიონისტური პოლიტიკის შემადგენელი ნაწილი, რასაც რუსეთი ახორციელებს უკვე წლების განმავლობაში. ამიტომ არა მარტო საქართველო, არამედ ევროპა, ევროკავშირი, ნატო საკუთარი ინტერესებიდან გამომდინარე
უნდა ჩაერთნენ და უნდა მიიღონ ზომები იმისათვის, რომ შეწყდეს აეროპორტის ექსპლუატაცია. ბატონო, ასეულიდან მოხდა კონცერტი 9 მარსის პოლიციებში მოსკოვში ჩადის ოფიციალურზე მოსკოვში ჩადის ხმება როგორც გავრცელდა ინფორმაცია რუგინის გადასვლება და ასევე გავრცელებული ინფორმაცია ცხინვალის ეწოდების ხელისუფლებას მიწვევა რაზე მიაჩნევს ეს ცხინვალის ხელისუფლებას აქვს თუ არა მიწვევა ჩემი ინფორმაციით ეს მიწვევა მათ მიღებული აქვთ არის ასეთი საინფორმაციო სააგენტო თქვენ რა თქმა უნდა იცით Sputnik Yuzhnaya Ossetia ასე ქვია აი ამ საინფორმაციო სააგენტომ ჯერ კიდევ 22 აპრილს გავრცელა ინფორმაცია რომ გაგლოევმა მიიღო ასეთი მიწვევა და ის ჩადის 9 მაისს მოსკოვში. ასე რომ ორივე სეპარატისტული რეგიონის პირველ პირებს de facto ხელმძღვანელებს მიწვევა მიღებული აქვთ. მაგრამ აი რატომ არის ეს ფაქტი მნიშვნელოვანი ბჭყალებში მინდა ეს სიტყვა ვიხმარო. აი 10 წლის წინ მიუხედავად იმისა რომ რუსეთი მაშინაც ოკუპანტი იყო ნახევარი მსოფლიო იყო ჩამოსული 79 წლის თავზე მოსკოვში 9 მაისს ნახევარი მსოფლიო იყო ჩამოსული ამერიკის შეერთებული შტატების ჩათვლით და რა ვიცი მთელი ევროპა და ასე შემდეგ და დღეს იქ ჩადის აი ოფიციალური მონაცემებით 6 პოსტსაბჭოთა სახელმწიფოს ხელმძღვანელი ბელორუსია აზერბაიჯანი, ყაზახეთი და შუა აზიის კიდევ 3 რესპუბლიკა თურქმენეთის გარდა, ანუ ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, უზბეკეთი, თურქმენეთიც არ ჩადის, სომხეთი არ ჩადის. ასევე ევროპიდან ჩადიან სერბეთი, სლოვაკეთი და ბოსნია-ჰერცეგოვინა. აი ეს 3 ქვეყანა. მაგრამ აქ ძალიან მნიშვნელოვანია რომ ჩადის ჩინეთის პირველი პირი სი ძინპინი, ჩადის ინდოეთის და მისი პირველი პირი პრემიერ-მინისტრის მოდის ხელმძღვანელობით, ჩადის ძალიან დიდი სახელმწიფოს ბრაზილიის პრეზიდენტი და ასევე ჩადის ვენესუელა ახლა გინდ იყოს და გინდარა, მაგრამ მაინც სახელმწიფოა და აი ეს რამდენი 13-14 სახელმწიფო ჩადის სულ. ამიტომ მოსკოვისთვის მნიშვნელოვანია რომ ეს რიცხვი როგორმე გაიზარდოს და აი ესეთი სახელმწიფო ბჭყალებში როგორც არის სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი ყავთ მიწვეული. მე მინდა შეგახსენოთ რომ როდესაც ბჟანიას მოუწია თავისი კაბინეტის დატოვება აი მე ამბოხებმა რომლებიც შეიჭრნენ იქ ბჟანიას მაგიდაზე ნახეს აი ეს როდის იყო 15 ნოემბერს გასული წლის 15 ნოემბერს ნახეს პუტინის მოსაწვევი ბჟანიას იწვევდა პუტინი 9 მაისის ღონისძიებაზე აი ხედავთ რა ხდება აი რა მნიშვნელობას ანიჭებენ ისინი რომ აი აქ როგორმე აი ამ დამსწრე სახელმწიფოების რიცხვი გაიზარდოს და რაღაცა აჩვენონ რომ იზოლაციაში არ არიან და მსოფლიო ზეიმობს მათთან ერთად აი ამ დიდ დღესასწაულს. ეს მართლა არის დიდი დღესასწაული რომ იყოს რუსეთი ცივილიზებული სახელმწიფო ჩვენ რომ გქონდეს ცივილიზებული ურთიერთობა ამ სახელმწიფოსთან ის რომ არ იყოს ოკუპანტი არც საქართველოსი არც უკრაინის არც მოლდოვის და ასე შემდეგ და მართლა ნორმალური სახელმწიფო რომ იყოს ამჯერადაც ნახევარი მსოფლიო ჩავიდოდა იქ ჩვენც ჩავიდოდით იმიტომ რომ ძალიან დიდი წვლილი მიუძღვის საქართველოს და ქართველებს მეორე მსოფლიო ომში აი ამ გამარჯვებაში აი დიდი ბოროტების ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში
ეს მართლა არის მოვლენა, მაგრამ რუსეთს არ აქვს უფლება მიითვისოს ეს თარიღი და ესე იგი რუსეთი გახდეს წარმმართველი, რომ აი მე ვარ და მე ვზეიმობ და დანარჩენები ჩემი სტუმრები არიან. შეიძლება რუსეთი თვითონ იყოს სტუმარი სხვა სახელმწიფოების, იმიტომ რომ მარტო რუსეთს არ გაუმარჯვია იმ მეორე მსოფლიო ომში. იგივე უკრაინა, რომელიც ახლა ნანგრევებშია, ყველაზე მეტად დაზარალდა, მთელი უკრაინა იყო ოკუპირებული და აი თუ ერთსულ მოსახლეზე გავიანგარიშებთ, ყველაზე დიდი დანაკლისი, ცოცხალი ძალი სწორედ გააჩნია უკრაინას. ასე რომ ეს რუსეთმა რა ვიცი აქცია თავისი აი ამ იმპერიული პოლიტიკის შემადგენელ ნაწილად სამწუხაროდ და საუბედუროდ და არიან სახელმწიფოები, აგერ მე ჩამოგითვალეთ, რომლებიც აყვნენ აი ამას და ცდილობენ იქ მიიღონ მონაწილეობა. ეს მათი საქმეა, მათი სუვერენული უფლება, მაგრამ ეს არის დანარჩენი მსოფლიოს აი პირდაპირ შეურაცხყოფა აი იმ აღლუმში მონაწილეობა და პუტინის გვერდით დგომა 9 მაისს. ეს კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ არის მიღებული 2008 წლის 23 ოქტომბერს, აი როდის, რამდენი დრო გავიდა. აი ამ დღიდან მოყოლებული ეს მოთხოვნა ჩვენ გვესმის თუ ყოველ დღე არა, ყოველ შემთხვევაში ძალიან ხშირად. როცა ისინი საქართველოსზე და საქართველოსთან ურთიერთობაზე საუბრობდნენ მთელი ამ წლების განმავლობაში, უპირველეს ყოვლისა ახსენებენ იმას, რომ აი ეს კანონი უნდა გაუქმდეს. თავისი განცხადება ამ ახალმა ეგრეთ წოდებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა ოლეგ ბარციცმა დაიწყო ძალიან დიდი ტყუილით. აი ეს განცხადების ტექსტი თქვენ რა თქმა უნდა გაცნობილი ბრძანდებით და აი პირდაპირ პირველი სიტყვები როგორ არის, რომ აი საქართველოს ხელმძღვანელობამ გააკეთა განცხადებები, რომ მას სურს დაალაგოს ურთიერთობები თავის მეზობლებთან და მტირე აფხაზეთთან, სამხრეთ ოსეთთან და რუსეთთან. ასეთი განცხადება საქართველოს ხელმძღვანელობას არასოდეს არ გაუკეთებია და არც არასოდეს არ გააკეთებს. აი ეს პირველი წინადადება არის ტყუილი და მე ყველაფერი დანარჩენი, ეს არის სისულელე, მორიგი, რაც სამწუხაროდ de facto ხელისუფლებიდან ჩვენ გვესმის. ზოგიერთებს იქ დღემდე გონიათ, რომ მართლა რაღაც სახელმწიფოს წარმოადგენენ და აი ამიტომ აქედან გამომდინარე ამ მსგავს განცხადებებს აკეთებენ. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, არავითარი მნიშვნელობა. კანონი მოქმედებს და იმოქმედებს სანამ არ იქნება აფხაზეთი დეოკუპირებული. ახლა სხვა საკითხია, რომ ამ კანონში არის ცვლილებების შესატანი. სხვადასხვა უმაღლეს საბჭოში მუშაობა ამ მიმართულებით არის დაწყებული. იქ ერთ-ერთი მუხლი საჭიროებს ჩვენი აზრით რაღაც დამატებას, ცვლილებას. კერძოდ საკითხი ეხება აფხაზეთის ტერიტორიაზე აი მოქმედი კანონით აფხაზეთის ტერიტორიაზე შესვლა არის შესაძლებელი საიდან? მხოლოდ რუხის მხრიდან. ანუ საქართველოს მხრიდან არის შესაძლებელი. დანარჩენი ეს არის უკანონობა და ითვლება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დარღვევად. და ახლა აქედან გამომდინარე რა ხდება? აი დავუშვათ გაგრელი აფხაზი ჩამოდის საქართველოში. გაგრელი, ან გუდაუთელი, ან სოხუმელი არ აქვს მნიშვნელობა. აფხაზი ჩამოდის საქართველოში და მას ეუბნებიან. აქ
ჩვენი აი იქ რო დგას სპეციალური დანაყოფი, აი ისინი აჩერებენ და ეუბნებიან, რომ თქვენ დარღვეული გაქვთ საზღვარი ფსოუსზე გადმოხვედით ნებართვის გარეშე. ესე იგი რა მოხდა? ეს გუდაუთელი გაგრელი გადავიდა სოჭში და ამ კანონის მიხედვით მან უნდა დაარტყას წრე, ხო და უნდა შემოვიდეს აქეთ საქართველოში და მე რუხის გავლით უნდა შევიდეს და მე უნდა წავიდეს გაგრაში. ნუ სოჭი და გაგრა მოგეხსენებათ გვერდარი, როგორც თბილისი და რუსთავია, ხო შეიძლება ცოტა მეტი მანძილი იყოს, მაგრამ დაახლოებით აი ასეა. ხო და ხო თქვენ არ გინდათ რომ აი ასეთი წრე ურთხათ. ამიტომ აი აქ მოსაფიქრებელია, შეიძლება რაღაცა იყოს იქ საკითხები, რომელიც საჭიროებს ახალ რეგულაციას თანამედროვე რეალიების გათვალისწინებით, ისევ და ისევ ჩვენი პოლიტიკის გათვალისწინებით, რომელიც მიმართულია აფხაზურ საზოგადოებასთან ურთიერთობის აღდგენისკენ, დაახლოებისკენ, ნდობის აღდგენისკენ. აი ეს პირიქით ხელს უშლის აფხაზურ საზოგადოებასთან დაახლოებას. ეს ადამიანები ვერ მოდიან აქეთ, მათ ან აჯარიმებენ, ან უკან აბრუნებენ და მე რეკავენ თავიანთ ნაცნობებთან, ხდება მთელი რა ვიცი პარლამენტის ჩართვა, მთავრობის ჩართვა, საქართველოსი ჩვენი მთავრობა, აფხაზეთის მთავრობა ერთვება და ნუ რაღაცნაირად გამოდიან სიტუაციიდან, მაგრამ ეს მაინც პრობლემად რჩება. ამიტომ ცვლილებები შესაძლებელია, მაგრამ მათ აქვთ ხედველობაში არა ცვლილებები და ცალკეული მუხლები, არამედ თვითონ კანონი, ოკუპირებული ტერიტორია აღიზიანებს მათ, თითქოს არ იყვნენ ოკუპირებულები. თუ ოკუპირებულები არ არიან და ანექსიის საფრთხე არ არის, მაშინ რატომ მოხდა ეს გადატრიალება და რატო გამოვიდა აფხაზური საზოგადოება ქუჩაში და რატომ გადაატრიალა ეს ხელისუფლება სულ რაღაც 2 საათში. იმიტომ რომ ესეთი მასობრივი პროტესტი იყო, გახსოვთ რა მოხდა? აი ზუსტად ანექსიის შეშით. ეს ტერიტორია ოკუპირებულია და აი ანექსიის შეშით მოხდა ეს ყოველივე. და თვითონ მათი მოქმედება რეალური ადასტურებს იმას, რომ ეს არის ოკუპირებული და ანექსიის საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორია. ამიტომ არავითარი გაუქმება ეს სასაცილო ამაზე საუბარიც კი. მადლობა თქვენ.